მოგესალმებით შაბათის მებაღე. ამოვედი რომ თიბო დავამთავრო, სანამ დავამთავრებ გათიბული რაც მქონდა, ისიც გასათიბია. იმედია თიბის გარდა კიდე ბევრ რამეს ჩავწერ დღეს. დარჩით ამ ვიდეოში. მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი. დამისვით შეკითხვები, კომენტარები, თუ რამ მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ, იქნებ შენიშვნა გაქვთ. შეხედეთ რა მინდებია. ამ წვიმების გამო სოკოები ამოვიდნენ. საყვარლები ისე ამოძრნენ, ხრეშიდან ხრეშის ზედა აქვთ. ეს ბუდიდან ამოსახებია. როგორც ხედავთ, ყინვისგან კი გადავარჩინე ნაყოფი. როგორც გახსოვთ, ყვავილში იყო, როდესაც მინუსები იყო ჩემთან აგარაკზე, მაგრამ -2-ზე მეტი არ ყოფილა, ამიტომ ღრმად მოვწყე მთელი ბაღი. ამით გადავარჩინე, მაგრამ იცით რომ სერიოზული წვიმებია, ავრცელებს სოკოვან დაავადებებს, აგრეთვე სტრესში ჩავარდა. არა მარტო ხეხილი, მთელი ბაღი, მის გამო რომ არაფრით დათბა, სულ წვიმებია, ცვალებადი ამინდი. აი ხა რასაც უყურებთ თქვენ, ეს არის რომ სტრესული მდგომარეობა ამდენმა წვიმებმა გამოიწვია აი ეს გახმობა არ არის, ეს არის სოკოვანი დაავადება, მანილიოზი იწვევს ამას. ეს უნდა ძირში გადაიჭრას, ოღონდ უნდა შეიკრიბოს, დაიწვას ან გაიტანოთ ეზოდან. აი შეხედეთ, ეხა მინდა მიაქციოთ, ეს არის მანილიოზი. თუ აი აქ შეხედეთ, ხედავთ ქარვისებრ გამონადენს. ეს ტოტი მე ჯობს მთლიანად გავიმეტო და გადავჭრა საღ ადგილამდე, აი კიდე მანილიოზი. მაგრამ ესე რომ მივყვე, ფაქტიურად სულ ეს ამაქვს. მოდით ახლა ვწდი, მე ამას შევებრძოლო, სადაც გადავჭრი, გავწმინდო სპირტიანი ღრუბელით და შემდეგ შევწამლავ ბორდოს 1%-იანი ხსნარით. მოკლედ ეს პროცედურა ჩასატარებელია, თორემ ნაყოფი აღარ გვექნება. აი კიდევ ერთხელ რომ შეხედოთ, ვერაფრით დავაფოკუსირე. აი მე მოასწრო ამასობაში რაღაცა მთიძე მეკბინა. ერთო ჩემო. აი აქ. აი ეს. თუ ჩანს რაღაც არაფოკუსირებს ჩემი კამერა. მიაქციეთ რომ აი დაიწყო აგრეთვე ატმის ხუჭუჭა. ესაც სოკოვანი დაავადებაა. ესაც წვიმების ბრალია, თუმცა ატამი ყოველთვის იკიდებს ხუჭუჭას. შესაწამლია ესაც 1%-იანი ბორდოს ხსნარით, ისევე როგორც მთელი ბაღი, თუმცა უყურეთ რაც მე ყვავილში მაქვს, იმას არ შევწამლავ. ხედავთ ჭიანჭველების ბუდეს. იცით რა, ჭიანჭველები ბაღში არასასურველია. იმიტომ რომ მცენარეებზე აქვთ ბუგრები. საერთოდ და ხუმრობით ეძახიან ჭიანჭველების ძროხებს ამ ბუგრებს. აიყვანენ ხის ახალ ფოთოლთან, გამოასუქებენ, იმიტომ რომ ისინი ფოთლების ჭამას იწყებენ. შემდეგ ჩაიტანენ ზამთრისთვის თავის სახლებში, ბუდეში და იკვებებიან მთელი ზამთარი. მე როგორ ვებრძვი? ან ძმრით, ან უბრალოდ ზამთარში ახალი წლისთვის შეხედეთ როგორ აფუთფუთნე. ვაყრიზეთ ამ იმას. ციტრუსის ქერქებს. ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია, ვიდრე
ერთხელ ზმრის მოსხმა, იმას გამეორება უნდა. რადგან ეხლა ეს რომ წვიმების დროს დაიწყებს გახრწნას, ანუ ეს ფაქტურად მუდმივად მოქმედია. ასე რომ თუ სადმე თქვენს ბაღში ჭიანჭველების ბუდეს იპოვით, მე ვერ ხოცავ, არ მინდა ზედმეტი ქიმიკატები, როცა არის საშუალება, რომ ესეთი ხერხით ვებრძოლო, სასურველია რომ ბაღიდან გავიდნენ რა, ჩვენი ბაღიდან. ასე ვებძვი. რა საოცრება. სულ რამოდენიმე დღის წინ ჩაგიწერეთ ვიდეო. ყოველ დღე რაღაც ხდება. ყოველ დღე იზრდებიან. ყვავილში შედიან. ბოლომდე გაიხსნა უბრიეტა. რა ლამაზია იუკა. ფლოქსიც გაიხსნა. იბერისზე არაფერს ვიტყვი. გაზაფხული არის ყვითელის და ლურჯის ბენეფისი. ზუსტად ეს ფერებია, რომელიც იწვევს წერებს მათ ცეკვაზე, დამტვერიანებაზე. მინდა გაცნოთ კარგი ამბავი. აი სულ ეხლა ხანს მთებს რო გაჩვენებდით იდო თოვლი. ეხლა თქვენ უყურებთ მყინვარ წვერს. იქაც კი არ ჩანს ნორმალურად. იქაც კი თოვლი დამდნარია. წვერზეა დარჩენილი. ეს ნიშნავს, რომ დათბობის მერე, რომ მოდის ჩვენთან წვიმა და მოაქვსიცივე ქარს დამდნარი თოვლისგან, რომელიც მთებზე იდო, აღარ გველოდება ეს ამბავი. ეხლა უკვე დათბება და არა მარტო დათბება, სერიოზულად დაცხება, მთელი ეს მიწაში ჩასული წყალი წვიმის სახით აორთქლდება და საკმაოდ ტენიანი ცხელი ზაფხული გველოდება. მოვიმარჯვოთ სარწყავი სისტემები, შლანგები და ზაფხულისთვის ვიყოთ მზად. მალე ჩემთან აყვავდება ვარდები. ერთი სული მაქვს, როდის გაჩვენებთ.